რა არის ვარდისფრად მოკაზმული და პუტინს კოშმარებს აძლევს. უკრაინის ახალი რაკეტა, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში. უკრაინამ ახლახან რაღაც ისეთი გააკეთა, რაც ყველაზე ძლიერ ევროპულ ქვეყნებსაც კი არ შეეძლოთ და ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემა აქვს. ბალისტიკური რაკეტების სტრატეგია, რომელიც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ შეიმუშავა, ნანგრევებად იქცა. რაღაც ვარდისფერი და ძლიერი მიემართება რუსეთის ყველაზე მომაკვდინებელი რაკეტებისკენ და ეს პუტინს დარჩენილი თმის მოგლეჯას აიძულებს. უკრაინას მხოლოდ 20 წამი დასჭირდა, რომ ეჩვენებინა ის უკანასკნელი რამ, რაც რუსეთს უნდა დაენახა. როდესაც კამერა ტრიალდება, პირველად ვხედავთ მას. ეს არის FP7X. მის გამშვებზე მიმაგრებული კაშკაშა ვარდისფერი რაკეტა სროლის პოზიციაშია. ცისკენ მიმართული და ფრენისთვის მზად, ეს უკრაინისთვის მზად, ეს უკრაინისა და Firepoint-ის გამჭრია ხობის დასტურია, რომელიც არის კომპანია, რომელიც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვან დრონებს ქმნის. Firepoint-მა შეიმუშავა Flamingo, კიდევ ერთი ვარდისფერი იარაღი, რომელიც ამჟამად რუსეთს უგტყმს. Flamingo არის საკრუიზო რაკეტისა და დრონის ჰიბრიდი, რომელსაც შეუძლია 1050 კილოგრამი ასაფეთქებელი ძალა მიიტანოს დაახლოებით 3000 კილომეტრზე. მაგრამ FP7X განსხვავებულია. ეს არ არის რაკეტა, რომელიც რუსეთის დასაზიანებლად შეიქმნა. ის შექმნილია უკრაინისა და მთელი ევროპის დასაცავად. როდესაც კამერა შორს გადადის, ვხედავთ გაშვების საბოლოო მომზადებებს. გაიცემა ბრძანება და ძრავები ირთვება. ვარდისფერი რაკეტის ქვეშ წარმოიქმნება უზარმაზარი კვამლის ღრუბელი, როდესაც ის პირდაპირ ზემოთ მიფრინავს და უკან ალიან კვალს ტოვებს. კადრები იცვლება სხვადასხვა კუთხით. რაკეტა აგრძელებს აღმოსვლას და შემდეგ ცაში მიექანება. ვერც ერთი სამიზნე ვერ მოხდა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ეს იყო Firepoint-ის ტრიუმფალური ჩვენება. პატარა ვიდეო, რომელიც აჩვენებს რა ელოდება რუსეთს. და ბოლოს წლების განმავლობაში დასავლეთის დახმარებაზე დამოკიდებულების შემდეგ უკრაინამ შექმნა ბალისტიკური რაკეტის ჩამჭრელი, რომელიც ჯერა რომ საბოლოოდ გარდამტეხი მომენტი იქნება საჰაერო ბრძოლაში. რუსეთის ბოლო რეალური იარაღობრივი უპირატესობა უკრაინაზე ნელ-ნელა ნეიტრალდება. ის იარაღი, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად ჭირდებოდა, უკვე ჩამოვიდა და ის არც აშეშუსკან და არც უკრაინის ევროპელი პარტნიორებისგან არ მოსულა. უკრაინამ ეს იარაღი თალად შექმნა და მან მთლიანად შეცვალა ევროპული სააერო თავდაცვის სურათი, როგორც ჩვენ ვიცნობდით მას. რაღაც სამუდამოდ შეიცვალა. და თქვენ გაიგებთ რატო, როცა ჩაუხმავდებით. და არის ეს ახალი რაკეტა და რას წარმოადგენს იგი. უკრაინის ომის ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის ვარდისფერი რაკეტა, რომელიც Firepoint-მა ახლახან აჩვენა, როგორც ჩანს უკრაინის FP7 ბალისტიკური რაკეტის მეორე ცნობილი გაშვებაა. ამ გაშვებას თან ახლდა FP7-ის პირველი სრულად მართული ფრენა და ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. თუნდაც ერთი წუთით გამოვრიცხოთ სააერო თავდაცვა, FP7 უკრაინას საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებს აძლევს. ეს უკვე აზიანებს პუტინს. რუსეთი უნდა ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეალურ ბალისტიკურ საფრთხეს წარმოადგენდა. რაც არ უნდა გაეკეთებინა უკრაინას, ეს მხოლოდ დასავლელი პარტნიორების დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი. რაც ნიშნავდა, რომ რუსეთს ყოველთვის ექნებოდა უპირატესობა მარაგებში. მაგრამ FP7-ის გამოჩენით უკრაინამ ყველაფერი შეცვალა. 200 კილომეტრამდე სიშორით და მაქსიმალური სიჩქარით Mach 4.3 FP7 სასიკვდილოა. მას შეუძლია 150 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის გადატანა და რაკეტას მაქსიმალური ფრემის ხანგრძლივობა 250 წამია. როგორც მილიტარნიმ გამოავლინა 2025 წლის სექტემბრის შეფასებაში. თავისთავად FP7 უკრაინისთვის რევოლუცია. მაგრამ რაც კადრებში ჩანს, მხოლოდ Firepoint-ის განცხადება არაა, რომ მან ბალისტიკური რაკეტების სფეროში შევიდა. რაც ვნახეთ, ეს არის FP7, მაგრამ არა ისეთი, როგორც ჩვენ ვიცით. Firepoint-ის ვიდეოში რაკეტა იყო FP7X და არა ორიგინალი FP7. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს ორ რამეს. პირველ რიგში Firepoint უკვე იმ ეტაპზეა, რომ თავის ორიგინალ FP7-ს აძლევს ცვლილებებს, რათა რაკეტა გამოიყენონ სხვა მიზნებისთვისაც, გარდა რუსეთზე დარტყმისა. მეორე და ეს ფაქტთან არის დაკავშირებული, მოსალოდნელია, რომ FP7X გახდება საფუძველი ევროპული სააერო თავდაცვის პლატფორმისა, რომელიც სრულიად განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც კონტინენტს ან პუტინს აქამდე უნახავს. ეს უბრალოდ რაკეტის ტესტი არ იყო. ეს იყო ფრეგერის მოქმედების ადრეული დღეები. United 24 მედია იუწყება, რომ კადრები, რომლებიც Firepoint-მა გაავრცელა, აჩვენებს თუ როგორ შეუძლია Firepoint-ის ვარდისფერ რაკეტას შეცვალოს ფრენის ტრაექტორია გაშვების შემდეგ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარია რაკეტისთვის, თუ ის საჰაერო თავდაცვისთვის უნდა იქნას გამოყენებული. იგივე წყარო აღნიშნავს, რომ Firepoint-მა სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სატესტო მანევრი ჩაატარა, რომლებიც ვიდეოში არ უჩვენებია. ეს ლოგიკურია. FP7X-ის კადრები იყო ანონსი იმისა, რაც მომავალში იქნება და არა სადაზვერო მასალა, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა იმის გასაგებად, თუ როგორ შექმნა უკრაინამ ეს რაკეტა. გააგზავნე გაფრთხილება. არ გაამჟავნო საიდუმლოებები. ეს იდეალური სტრატეგია უკრაინისთვის, რადგან ის ცდილობს პუტინს უკონტროლო ჟუანდელი მოჰგვაროს. რუსეთის ლიდერს ურჩევნოდა, რომ სრულიად სხვა 30 წამი იწევდეს ამ ჟუანდელს და შიში, რომელსაც პუტინი იგრძნობს FP7X-ის მოქმედებაში დანახვისას, კიდევ უფრო გაძლიერდება იმის ცოდნით, თუ რატომ შეიმუშავა უკრაინამ თავისი უახლესი იარაღი. ვარდისფერი რაკეტა არ იარსებებდა პუტინის შეჭრის გარეშე, ისევე როგორც ფრაგერის პროგრამა, რომელშიც მას მნიშვნელოვანი როლი ექნება. FP7X დამოუკიდებელი რაკეტა არ არის. ის არის ბევრად უფრო დიდი სისტემის ნაწილი, რომელიც ევროპის დიდ ნაწილს მოიცავს.
Firepoint-ის თანადამფუძნებელმა დენის სტილერმანმა მაისში განაცხადა, რომ უკრაინის ახალი ვარდისფერი რაკეტა გახდება პანევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის საფუძველი, რომელიც ევროპას მისცემს იმას, რაც კონტინენტს აშშ-ის დახმარების გარეშე არასდროს ექნებოდა. და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ძალისხმევა. პარტნიორობებმა მთელი ევროპის მასშტაბით გახადა შესაძლებელი FPFP-7X-ის შექმნა. ინფრაწითელი ნახევრად თვითდამიზნების თავაკი, რომელიც რაკეტის წინა ნაწილშია მოთავსებული, ვითარდება Firepoint-ისა და გერმანული საჰაერო თავდაცვის მწარმოებლის Diehl Defense-ის მიერ. მისი შორმანძილზე აღმოჩენის რადარისთვის გამოყენებული იქნება ან Saab Giraffe 8A4-ია, Hensoldt TRML-4D, ან Thales Groundmaster 400. არც ერთი მათგანი არ არის წარმოებული უკრაინაში. ყველა ხელმისაწვდომია ევროპაში. და სწორედ ეს არის მთავარი. უკრაინის ვარდისფერი რაკეტა წარმოადგენს პასუხს იმ რეალურ ბალისტიკურ საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი მთელი ევროპის წინაშე აკენებს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ პუტინის მცდელობებები უკრაინის მოკავშირეებს შორის განხეთქილება შეედანა და შეემცირებინა უკრაინისთვის გაწეული დახმარება წარუმატებლად დასრულდა. და რაც ფავორია, FPFP-7X წარმოადგენს უკრაინის ევოლუციას, როდესაც ის მხოლოდ სამხედრო ტექნიკის მიმრები აღარ არის, არამედ ნამდვილ პარტნიორად იქცა ევროპის მოკავშირეებისთვის. ეს დიდწილად ეფუძნება ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინაში 2026 წელს შეიქმნა, ისე როგორც უკრაინა დასალურ ტექნოლოგიებზე იყო დამოკიდებული, როდესაც პუტინმა პირველად დაიწყო თავისი შეჭრა. პუტინის მიზანი იყო დამორჩილება, მაგრამ მან მხოლოდ ისეთი სამხედრო მონსტრი შექმნა, რომელსაც რუსეთი ვეღარ აკონტროლებს. ფრაგერისა და ვარდისფერი რაკეტის ანალიზში, რომელიც პროგრამის საფუძველს წარმოადგენს, Global Defense Core Awlens, რომ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ხარჯების შემცირება. Kiev Post-ი ამავე საკითხს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ FPFP-7X-ის თითოეული რაკეტის ღირებულება სავარაუდოდ მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება ვიდრე $1 მილიონი. ევროპული დაფინანსებითა და პარტნიორებთან ერთად, რომელთაც ამ რაკეტებიდან რაც შეიძლება ბევრის შეძენა სურთ, Firepoint შეუძლია გახდეს ის გასაღები, რომელიც ევროპას რუსეთის წინააღმდეგ სასიცოცხლო და აუცილებელი ცის ფარის შექმნაში დაეხმარება. უკრაინას შესაძლოა პატრიოტის ჩამჭრელი რაკეტების შემცვლელი წყალდეს, რომელთა თითოეულის ღირებულება $4 მილიონზე მეტია. საკმარისად მომაკვდინებელი, რომ ბალისტიკური რაკეტები პატრიოტზე 4-ჯერ ნაკლებ ფასად ჩამოაგდოს, უკვე კარგი გარიგებაა უკრაინისა და მისი პარტნიორებისთვის. და როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რაკეტისთვის ვარდისფერი ფერის არჩევასაც კი პრაქტიკული დანიშნულება აქვს. Firepoint-ს ეს ფერი არ აურჩევია იმისთვის, რომ პუტინი შეარცხვენოს, ან იმიტომ, რომ ეს კომპანიის სავაჭრო ნიშანია ფლამინგოს შექმნის შემდეგ. ვარდისფერი არჩეულია იმიტომ, რომ ეს ფერი რაკეტის თვალკეტის თვალთვალს ამარტივებს და ასევე დაეხმარება შემგროვებელ ჯგუფებს ნამსხვრევების მონძებნაში დარტყმის შემდეგ. რაც უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ შეძლოს ტერიტორიის გაწმენდა მანამ, სანამ რუსეთს ექნება შესაძლებლობა ხელში ჩაიგდოს Firepoint-ის ახალი სააერო თავდაცვის რაკეტების ნარჩენები. ეხლა ეს ყველაფერი ძალიან ამაღლებელია, როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროპისათვის. მაგრამ არსებობს ერთი შენიშვნა, რომელიც უნდა აღინიშნოს Firepoint-ის FP-7X-ის დემონსტრაციასთან დაკავშირებით. თუ Firepoint-ს და უკრაინას ნამდვილად უნდა გქონდეთ რუსული ბალისტიკური რაკეტების ის გამანადგურებელი კონდეთ, FP-7X-ისგან რამდენიმე რამ უნდა ვიხილოთ. ბალისტიკური რაკეტების დასადევნად და დასათმელად საჭირო მანევრირების უნარი ერთ-ერთი მათგანი. ამ ტიპის რაკეტები დრონებს ან ფრთოსან რაკეტებს არ გავს. დამჭერი რაკეტისთვის საკმარისი არ არის უბრალოდ ახლოს აფეთქდეს. საავლებულოა პირდაპირი მოხვედრის შესაძლებლობა. და იმისთვის, რომ FP-7X რეალური საფრთხე იყოს რუსეთის ბალისტიკური არსენალისთვის, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი მანევრირების უნარი, რომ პირდაპირი დათმობები მიაყენოს სწრაფად მოძრავ რაკეტებს. როგორც ჩანს, Firepoint-ის ვარდისფერი რაკეტა საჭირო სიჩქარე აქვს. თუ ამას შეუთავსებენ სწორ კურსის კორექციის შესაძლებლობებს, მაშინ უკრაინა კარგ მდგომარეობაში იქნება. თუ ვივარაუდებთ, რომ FP-7X შეუძლია ისე იმოძრავოს, როგორც საჭიროა, FP-7X-ის ფაქტობრივი აღზრება უზარმაზარია როგორც უკრაინის ომის, ასევე ევროპის რუსეთისგან თავდაცვის კონტექსტში. რატომ? სანამ ამ კითხვას უპასუხებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ეს ის ტიპის ანალიზია, რომელიც გსურთ ნახოთ, ამიტომ დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ, რათა არასოდეს გამოგჩეთ ვიდეო. ახლა დავიწყოთ უკრაინით. პუტინმა უკრაინისთვის შექმნის შექმნა სერიოზული ბალისტიკური რაკეტების პრობლემა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გადაიჭრას. როგორც CNN-მა 4 ივნისს გაავრცელა, რუსეთი უგარგოვლი დრო აძლიერებს საჰაერო დარტყმებს უკრაინის წინააღმდეგ. მას ამის გაკეთება მოუწია. რადგან რუსეთის სახმელეთო კამპანია 2026 წელს სრული კატასტროფა იყო. პუტინისთვის ერთადერთი გზა რომ დაადასტუროს თავისი მტკიცება უკრაინის დაცემის გარდაუვალობაზე არის რუსეთის საჰაერო კამპანიის გაძლიერება. რუსეთი ახლა იმ ეტაპზეა, რომ თვეში დაახლოებით 8000 შაჰედის ტიპის დრონს უშვებს უკრაინის მიმართულებით. თუმცა სწორედ ბალისტიკური რაკეტებია უკრაინისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემა და ამას რიცხვებშიც ვხედავთ. მაგალითად, CNN-ის ინფორმაციით, 2 ივნისს უკრაინაზე განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო იერიშმა 51 ბალისტიკური რაკეტა მოიცავდა. ეს უფრო მეტი რაკეტაა, ვიდრე რუსეთმა მაისის განმავლობაში მთლიანად გაუშვა უკრაინის მიმართულებით და 41-დან 30-მა მოახერხა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნა. ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება ინდონეზე არ ხდება, როგორც უკრაინას სჭირდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც გაუსვა ხაზი ამ პრობლემას, როდესაც მაისში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ ანგარიშს აკეთებდა.
დრონების უმეტესობა განეიტრალდა. უკრაინამ რუსული დათმითი დრონების ჩამოგდების 91.73%-იანი მაჩვენებელი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა გაშვებული 8150 დრონიდან 7476 ჩამოაგდეს. სარაკეტო და ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი ბევრად დაბალია. 211 რუსული რაკეტიდან უკრაინამ 112 ჩამოაგდო, რაც მხოლოდ 53%-ზე ოდნავ მეტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვაში ხარვეზები ჩნდება. რუსეთი ამას გრძნობს და ცდილობს, რომ ისარგებლოს ამით. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიხედვით რუსეთს ახლა შეუძლია თვეში დაახლოებით 100 ბალისტიკური რაკეტა გაუშვას და ამავდროულად შეინარჩუნოს არსებული მარაგების სტაბილურ დონეზე. ეს უკრაინისთვის სერიოზული პრობლემაა. დაახლოებით 50%-იანი ჩამოგდების მაჩვენებლით ეს ნიშნავს, რომ ყოველ თვე ათეულობით ბალისტიკური რაკეტა შეიძლება დაეცეს უკრაინის ტერიტორიაზე. ამ დაბალი ჩამოგდების მაჩვენებლის მიზეზი იმ გამოწვევაშია, რომელსაც უკრაინა პუტინის შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული აწყდება. პეტრიოტის რაკეტების მარაგი არასდროს არის იქ, სადაც უკრაინას სჭირდება. Guardian-ში 2 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში პიტერ ბომონტმა გაამხილა, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად ირანში, ევროპაში დაუცველობის ფანჯარა შეიქმნა. ამ ჩამჭერი რაკეტების მარაგის დაახლოებით მესამედი, რაც დაახლოებით 1100 რაკეტს შეადგენს უკვე ამოწურული. უკრაინა ამ პრობლემას სხვებზე მეტად მწვავედ გრძნობს. პატრიოტის რაკეტები არა მხოლოდ უკიდურესად ძვირია, არამედ ახლა მათი დეფიციტიცაა. უკრაინა აშშ-სა და მის დასავლელ პარტნიორებზეა დამოკიდებული, რომ მიაწოდონ ეს მეტად საჭირო რაკეტები რუსეთის ბალისტიკური საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ როცა ეს რაკეტები სხვაგან გამოიყენება, უკრაინა მათ ვერ ირებს. აშშ არ დათმობს არც ერთს თავისი მარაგებიდან, სანამ თვითონაც იყენებს მათ. ასევე არსებობს ჯაჭვური ეფექტი ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლავ ოყმანობენ უკრაინისთვის მეტი პატრიოტის რაკეტის მიწოდებაზე, რადგან არ იციან შეძლებენ თუ არა და როდის შეავსებენ თავიანთ მარაგებს. ოპერაცია Epic Fury-მ შოკური ტალღა გაავრცელა ევროპის საჰაერო თავდაცვაში. FP-7X პოზიციონირდება როგორც გამოსავალი აშშ-ში ის რაკეტსაწინააღმდეგო ჩამჯერ რაკეტებზე აშკარა დამოკიდებულებისგან, რაც ევროპას აშფოთებს და აქტიურად აზიანებს უკრაინას. თუ უკრაინა უბრალოდ შეინარჩუნებდა სტატუს კოს, როგორც პუტინს უდაოდ სურს, მაშინ ბალისტიკური რაკეტების ეს პრობლემა არასოდეს გადაიჭრებოდა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა, რომელმაც 2 ივნისს თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეზღუდული გლობალური წარმოება ნიშნავს, რომ უკრაინა ომის გაგრძელებისას საჭირო რესურსების დეფიციტს შეეჯახება. ხოლო შემთხვევაში ასე იქნება, თუ უკრაინა არაფერს იღონებს ამის წინააღმდეგ. FP-7X არის ის, რასაც უკრაინა აკეთებს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ოპერაცია Epic Fury-მ შოკური ტალღა გაავრცელა ევროპის საჰაერო თავდაცვის სისტემებში. თუმცა იმის მიღმა, რომ უკრაინას დაუყოვნებლივ მეტი საჰაერო თავდაცვის რესურსი სჭირდება, კიდევ უფრო დიდი პრობლემა იმალება. ევროპა თითქმის ისეთივე დამოკიდებულია აშშ-ზე საჰაერო თავდაცვის კუთხით, როგორც უკრაინა. სწორედ ამიტომ არსებობს ფრაგერი. ევროპა ცდილობს აშშ-სგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, რის გამოც უკრაინის მიერ FP-7X-ის განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია მთელი ევროპის საჰაერო ფარის ასაშენებლად, როგორც უკრაინის საჭიროებების დაკმაყოფილების რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შეტევებთან ბრძოლაში. მოდით წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური მომავალი. როგორღაც რუსეთი საბოლოოდ ახერხებს უკრაინის დამარცხებას. მისი მისიის შესრულების შემდეგ პუტინი ყურადღებას ევროპის დანარჩენ ნაწილზე გადაიტანს, განსაკუთრებით კი იმ ევროპულ ნატოს წევრებზე, რომელთაც ის ადანაშაულებს რუსეთისთვის პრობლემების შექმნაში. ეს ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან ის აშშ-ზეა დამოკიდებული. როგორც ევრომაიდან პრესი არნიშნავს, ევროპა როგორც კონტინენტი მასშტაბურად სარაკეტო თავდაცვას არ აწარმოებს. ამ ფაქტის შესაცვლელად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. 12 მაისს 13 ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა, რომლის ფარგლებში დაიწყო FP-7X-ისა და მისი დამხმარე სისტემების ერთობლივი შექმნა. მაგრამ ამჟამად ევროპაში აშშ-ს ტექნიკაზე ზედმეტად დიდი დამოკიდებულებაა, რაც ქმნის იმ მოწყვლადობის ფანჯარას, რაზეც ბომონტი საუბრობდა. აშშ-ში წარმოებული ჩამჭერი რაკეტები, რომლებიც ევროპას თავის დასაცავად სჭირდება, აღარ მიეწოდება. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიხედვით, აშშ-ისთვის ყველა მიმართულებით რაკეტების მარაგის აღდგენა მრავალწლიან პროექტად იქცევა. ისე რომ მხოლოდ 2029 წლის შუა პერიოდში დაუბრუნდება აშშ-ში ოპერაცია ეპიკური რისხვის წინა დონეზე პატრიოტ ჩამჭერების რაოდენობას. და ეს იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია ეპიკური რისხვა კვლავ არ განახლდება. აშშ-სა და ირანს შორის მშვიდობის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა და ამ ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტა კვლავ მყიფე მდგომარეობაშია. სრულობის განახლება კიდევ უფრო მეტ პატრიოტ რაკეტას გამოირენებს, რაც აშშ-ზე დამოკიდებულ ევროპულ საჰაერო თავდაცვის სტრატეგიას კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არენებს. ევროპას FP-7X ისევე სჭირდება როგორც უკრაინას. მის გარეშე და ფრაგერის პროგრამის გარეშე რუსეთის ბალისტიკური რაკეტები შეიძლება იქცეს გასაღებად ყველაფრისთვის, რის მიღწევასაც პუტინი უკრაინასა და ევროპაში ცდილობს. ახლა უკრაინას აქვს გადაწყვეტა, რომელიც ევროპამ საკუთარ თავს ვერ შესთავაზა და FP-7X-ის საუკეთესო თვისება ის არის, რომ მისი წარმოება შეიძლება ბევრად უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. 4 ივნისის ანგარიში ინტერფაქსი ამბობს, რომ სტილერმანმა მიანიშნა, რომ უკრაინის ახალი ვარდისფერი რაკეტა წარმოების დაწყებასთან ახლოსაა. ველოდები, რომ ამ ზაფხულს ან ყველაზე გვიან ადრეულ შემოდგომაზე ჩვენ დავიწყებთ საცდელ ფრენებს მოსკოვისკენ.
და რადგან ჩვენ არასდროს ველოდებით დამტკიცებასა და კოდიფიკაციას, არამედ მაშინვე ვაწყობთ საწარმოო ხაზებს, იქ არასდროს ვამზადებთ 1, 2 ან 3 ეგზემპლარს. ჩვენ მაშინვე ვაწარმოებთ 10 საცდელ ეგზემპლარს. იქ დავამზადებთ 10-დან 20-მდე რაკეტას და დავიწყებთ მათ წარმოებას. შემდეგ როცა კოდიფიცირებულები ვიქნებით, როცა ჩვენგან ირიდიან, იქ ათეულობით დამზადდება, აცხადებს 5 Points-ის თანადამფუძნებელი. სტილერმანი მაშინ FP-7-ზე საუბრობს, მაგრამ FP-7X სწორედ იმ ბალისტიკურ რაკეტაზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გარდამტეხი იარაღი წარმოებაში შევიდეს 2026 წლის ბოლომდე. ევროპისთვის ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუსეთი აძლიერებს ბალისტიკურ რიტორიკას, რაც საფასუხო ზომების აუცილებლობას უფრო გადაუდებელს ხდის ვიდრე ოდესმე. მაისში პუტინი აქებდა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის, სახელად სარმატის, საცდელ გაშვებას. რუსეთის ლიდერი სარმატს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ რაკეტას უწოდებს და ამბობს, რომ ის საბრძოლო მზადყოფნაში 2026 წლის ბოლომდე შევა. ამავე დროს რუსეთი ღიად ემუქრება ბალტიის ქვეყნებს, ხოლო პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც მას საშუალებას აძლევს შეიჭრას ნებისმიერ ქვეყანაში, თუ ამას საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. 19-დან 21 მაისის პერიოდში რუსეთმა ასევე ჩაატარა მოულოდნელი წვრთნები თავისი სტრატეგიული ბირთვული შესაძლებლობების შესამოწმებლად, რაც მოჰყვა ბირთვული ქობინის ტარების უნარის მქონე რაკეტის საცდელ გაშვებას 12 მაისს. ეს ყველაფერი ძალიან მიზანმიმართული სიგნალებია, რომელსაც პუტინი ევროპას უგზავნის. რუსეთი ახალი ომისთვის საფუძველს ამზადებს და ბალისტიკური რაკეტები ამ კონფლიქტში დიდ როლს ითამაშებენ. FP-7X-ის გამოჩენამ პუტინის გეგმებში არეულობა შეიტანა. უკრაინის ვარდისფერი რაკეტა თითქმის მთლიანად ადგილობრივად იწარმოება, ხოლო ის კომპონენტები, რომელთა წარმოებაც უკრაინას არ შეუძლია, იმ ქვეყნებიდან მოდის, რომლებსაც რუსეთისგან თავის დაცვაში ისეთივე ინტერესი აქვს, როგორც უკრაინას. აშშ-ზე დამოკიდებულება თანდათან გამორიცხულია და რუსეთის გეგმა უკრაინისა და ევროპისთვის მიმართ იბლოკება. ვლადიმირ პუტინისთვის ეს მხოლოდ ახალი უკრაინული იარაღის გამოცხადებაზე მეტია. Firepoint-ის ვარდისფერი რაკეტა ევროპისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის მთლიანად შეცვლას ნიშნავს და ეს ცვლილება შეიძლება რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხეს საერთოდ გაანეიტრალოს. მაგრამ სანამ FP-7X ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია, კიდევ ერთი ახალი უკრაინული იარაღი რუსეთის ზურგს ანადგურებს. მორიგანი რეალობაა და ეს ის საიდუმლო იარაღია, რომელსაც უკრაინა იტანებს ოკუპირებულ ტერიტორიებში ღრმად შეღწევისთვის და რუსეთის ლოგისტიკის გასანადგურებლად ყირიმში. და არის მორიგანი და რატო არის ის ასეთი მნიშვნელოვანი? აღმოაჩინეთ ამ კითხვებზე პასუხები ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინული იარაღის უახლესი განვითარებები. მადლობა ყურებისთვის.